მოგესალმებით ძირფას უმაყურებელო. მე ვარ ლუკა, ეს არის საბა და ჩვენ ვართ მერანი პოდკასტი. ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც უყვარს ლიტერატურა, შესაბამისად გადავწყვეტეთ რომ განსხვავებულად დაიწყო. ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც უყვარს დაინტერესებს ლიტერატურა, შესაბამისად გადავწყვეტეთ რომ დაგვიწყო პოდკასტი და გაგვეზარდინოთ თქვენთვის ესეთი რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი გონია. პირველ რიგში სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი, ის ხილაკი რო არის იმისი, სარის ხილაკი ეგ ჩართოთ, იმიტომ რომ როდის ვდებთ ხოლმე ვიდეოებს ცოტა ხანახან მირევით, ხო. და ქისას ლინკი იქნება აღწერაში და თუ შეიძლება დაგვეხმაროთ ტექნიკის შეძენაში. ხო, და ქისაზე ჩაგვირიცხა ორმა ადამიანმა და მადლობა უღრმესი ერთმა ძალიან კარგი ფრაზა მოგწერა და გავითვალისწინებთ. გაიხარით. მადლობა დიდი. აქვე რამდენიმე დეტალი არის აღსანიშნავი, მაგამდე რაზე უნდა ვილაპარაკოთ შეიძლება. რეიმონდ კარვერის რაზე ლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ. ოღონდ ეს ხოლმე. ოღონდ ეს ცალკე კრებულის სათაურიცაა ქართულად, ეგრე კრებულს ქვია, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად იმ მოთხრობაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ეგ სათაური აქვს. იმ კრებულში მაგ სათაურის მოთხრობა არის. ერთ მოთხრობა. ხო. ასევე ცოტა ხნის წინ დავიწყე მე, ახალი პოდკასტის თანაწამყვანის გახლავართ სახელად ქვია ხმა ქართველი ქალისა. და იდეაში ორი პოდკასტის. დიახ, ცოტა ხანში პოდკასტერის იარლიხსაც. ოღონ ინტელექტუალური პოდკასტი. თუ შეიძლება დიახ. ისეთ ჩვეულებრივი პოდკასტები. არა. ხო და წეს 22-ში დაიდება, ეს ვიდეოც 22-ში უნდა დაიდოს, ის ვიდეოც უბრალოდ პირველი რომელი დაიდება, არ ვიცი. ამიტომაც სახელი ხმა ქართველი ქალისა ქვია და ჩემი ინსტაგრამითანაც დავარეპოსტებ პროგრამე და მერიდანაც დავარეპოსტებ პროგრამე და შეგიძლიათ ნახოთ რა. ამოიწერეთ აუცილებლად ხალხო ლუკას პოდკასტი. იეი. ხო და მოკლედ პატარა შინაარსი მოგიყვებით სანამ გადავიდეთ ლაპარაკზე. ხდება მოთხრობაში. მოკლედ მოთხრობა იწყება ესეთ სიუჟეტით, რომ 4 ადამიანი, 2 წყვილი, ანუ ცოლ-ქმარი და შეყვარებულები, სხედან სახლში და ცოტა სვავენ და საუბრობენ ძირითადად რა საკითხზე. ახლა ანუ სტუმრად ვინებიც არიან მისულები, ისინი არიან დაქორწინებული წყვილი. და აქედან ერთი ქალი ამბობს, რომ მის ყოფილ ქმარს ის ძალიან უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოკლა ცადა და მერე თავი მოიკლა. ეს ქმარი ეწინააღმდეგება, რომ არა მას არ ყვარები ხარ და პირველი ნაწილი მათი დიალოგის არის იმის გარკვევა, თუ იმ ქმარს, რომელმაც ამ ქალის მოკლა ცადა და მერე თავი მოიკლა და მერე ამ ქალის ახალ ქმარს ემუქრება და მართლა უყვარდა თუ არა ის ქალი. ამის შემდეგ ეს ქმარი კარდიოლოგი გახლავთ პროფესიით. ეს ქმარი იწყებს ისტორიის მოყოლას, სადაც მისი წარმოდგენით ნამდვილი სიყვარული არის ნაჩვენები. და ამ ამბავში ისყვება ესეთ რაღაცას, რომ 17 წლის ბიჭი 70 წლის წყვილს დაეჯახა მანქანით, მანქანის ავტოკატასტროფა მოხდა, ეს ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა და წყვილი ძალიან დაშავდა, მოუწიათ რომ ეს ბანდაჟებს ქართულად რა ქვია. სახვევებში გაიხვიათ, მარტო პირი, თვალები და ცხვირი ჰქონდათ, ესე რომ ვთქვათ, უჩანდათ. და ეს კაცი რაღაც მომენტში 70 წლის კაცი ძალიან ანერვიულებული იყო და მე კარდიოლოგმა ქმარმა რო კითხა, რომ რატო ხარო ეგრე ვთქივა რამეო, იმ კაცს მოყოლს ხო რომ კი არ ვთქივაო, უბრალოდ გული მწყდება იმაზეო, რომ არ შემიძლია გადავტრიალდე და ჩემ ცოლს შევხედო. და ეს კაცი ამბობს, რომ ეს არის ნამდვილი სიყვარულის დასტური, ჩვენ ყველა მოვკვდეთ და მე ეს რაღაცას ლაპარაკობს, რომ ჩვენ ყველა მოვკვდებით და რაღაცა ერთი პარტნიორით მოვკვდება, მეორე თავისუფლად გააგრძელებს ცხოვრებას, ასეთი სახის დიალოგია. ბოლოს ეს კაცი ძალიან შეთვრება, იდეაში ყველა შეთვრება, მე გადაწყვეტენ რომ საჭმელად წავიდნენ, მაგრამ საჭმელად არავინ არ მიდის და ნელ-ნელა ჩამობრნელდება და სიუჟეტი იხურება ისე, რომ 4 ადამიანი ჩამობრნელებულ ოთახში გამძლევა ძის. ხო. ეგ არის მოთხრობის შინაარსი და ვაპირებთ რომ ვისაუბროთ კარვერზე. ცხადია, იმიტომ რომ არც ისე პოპულარული ავტორია, საქართველოს ყოველ შემთხვევაში, ამერიკაში არ ვიცი როგორ არის. მოთხრობა მიუხედავად კარვერის ნაკლებად პოპულარობისა საქართველოში შედარებით პოპულარულია ლიტერატურულ სივრცეში მაინც, იმიტომ რომ ნახეთ რამდენიმე გადაცემა იყო ჩაწერილი კარვერზე და მოთხრობაზე. და ბოლოს ზოგადად იმ ცნებებზე ვილაპარაკებთ, რაც არის ამ მოთხრობაში. და ოღონდ ჯერ მოდი ავტორის კონტექსტი შევქმნათ. ვინ არის რეიმონდ კარვერი, ვინ იყო და რაღაც მნიშვნელოვანი ბიოგრაფიული დეტალები. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დიდი ხანი არ უცოცხლია, 50 წლის გარდაიცვალა, ფილტვების კიბოთი 1938 წელს დაიბადა და 88-ში გარდაიცვალა. ანუ მთლიანად მე-20 საუკუნის ავტორია. და არის ასევე მნიშვნელოვანი ბიოგრაფიული დეტალი, რომელმაც განსაზღვრა მისი ლიტერატურა. მამამისი იყო წარმოშობით არკანზასიდან, ანუ ცენტრალური შტატებიდან. და 30-იან წლებში, როგორც ვიცით, იყო დიდი დეპრესია და ამ დროს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის, რომელსაც ინგლისურად ქვია Dust Bowl
migration, ანუ ეგრეთ წოდებული მტვრის ჯამი ქართულად. ანუ ამ დროს ხდება კატასტროფული გვალვები ცენტრალურ შტატებში, მამამისი სადაც ცხოვრობდა მაშინ და მტვრის ქარიშხლები და 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიძრება დასავლეთისკენ. აი გზატკეცილის მარშრუტი 66 რო არის Route 66 ძალიან პოპულარული, მაგის გავლით მოდიან აი მრისხანების მტევნები რაზეც არის დაწერილი, ეგ ეპოქაა და მამამისი ასევე მოდის კალიფორნიაში, დასავლეთის შტატებში და სახლდება დასავლეთში და იქ იბადება კარვერი. ერთი მნიშვნელოვანი ის არის საქართველოსთან შესაბამისი კონტექსტში, აი ამ ოკლაჰომადან და სხვა შტატებიდან ჩამოსულებს ადგილობრივები კალიფორნიაში და დასავლეთის შტატებში ეძახდნენ ეგრეთ წოდებულ Okies და რაც ნიშნავდა, ოღონდ დამამცირებლად რა, ანუ ჩამოსულებს მოიხსენიებდნენ დამამცირებლად. ოღონდ ოკლაჰომაში შემოკლებული ვარიანტია. ოღონდ იყვნენ არკანზასიდანაც, ტეხასიდანაც და კანზასიდანაც სხვა შტატებიდანაც, მაგრამ აი მამამისი იყო დასავლეთის შტატებში ჩასული ტიპი, რომელსაც დასცინოდნენ და ზემოდან უყურებდნენ ადგილობრივები. ხო. ეხა თავად კარვერი დაიბადა ორეგონის შტატში და მერე გაიზარდა ვაშინგტონში. მნიშვნელოვანი დეტალი აქ არის, რომ მამამისი უყვარდა წიგნების კითხვა, თევზაობა და მუშაობდა ხის საამქროში. და ბავშვობიდანვე შეაყვარა კარვერს წიგნების კითხვა. და დედამისი ბევრ ადგილას მუშაობდა, იყო მიმტანიც, მაღაზიის თანამშრომელი და ხშირად იცვლიდა რაღაც ადგილებს. 57 წელს, ანუ როდესაც იყო 19 წლის, მოიყვანა პირველი ცოლი 16 წლის მერიან ბარკი, ინგლისურის მასწავლებელი იყო და ეყოლათ გოგო და ბიჭი. შემდეგ რაღაც მნიშვნელოვანი დეტალებია, გადადის საცხობად, მე ხდება პროფესორი, დიდხანს სწავლობს და ასე შემდეგ და ერთად მოდიან ის და მისი ცოლი მერიანი წლები. და ბოლოს 72 წელს იწყებს ეწყება დამოკიდებულება ალკოჰოლზე. იწყებს სმას, ოღონდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მამამისიც დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ჭალებში გენეტიკურად მიიღო სიყვარული ალკოჰოლის მიმართ. და მისი ცოლი მერიანი ამბობს, რომ 74-ში უფრო მკვდარი იყო, ვიდრე ცოცხალიო. პირდაპირ მისი ფრაზა არის. წიგნი დაწერა, მე ეს რო გარდაიცვალა მოგონებები და მან უწერია. შემდეგ გაიცნობს მნიშვნელოვანი ამბავია, რომ 77 წელს გაიცნობს ტეს გალაჰერს, ამერიკელ პოეტს, რომელთა ერთადაც გადავა საცხოვრებლად 79 წელს და 82-ში გაშორდება პირველ ცოლს. ეს არის ძალიან უცნაური დეტალი. ხო. და 88-ში დაქორწინდება ამ ახალ ცოლზე, ტესზე, გალაჰერზე და იქედან 6 კვირაში ფილტვების კიბოთი გარდაიცვლება. ხო, ამაზე არ უნდა გამცინებოდა. ვიცი რომ არ უნდა გაგცინებოდა. 81 წელს, ანუ როდესაც ტესთან ცხოვრობს, მაგრამ ჯერ არ განქორწინებულა მერიენს, წერს ამ მოთხრობას, რომელსაც ქვია რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე. ანუ არის დაწერილი კაცის, რომელიც ცხოვრობს ერთ ქალთან და ცოლი ყავს ჯერ არ განქორწინებულა, მოკლედ წინა ცოლს. ეხლა აქ ბიოგრაფიული დეტალებიდან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ალკოჰოლის თემაა, მამამისი და თვითონ ცოლების თემაა, ყოფილი და ახლა ამჟამინდელი და სიყვარულის თემატიკა ცხადია. და ფიქრი, ანუ მისი მუდმივი რაღაც შეწუხებულია აი ამ სიყვარულის თემატიკით და აწუხებს. ოღონდ ერთი კონტექსტი დავამატებ და ბოდიში მე თქვი, 2007 წელს New York Times-ში გამოქვეყნდა ამ მოთხრობის პირველადი ვერსია. და რეალურად მისმა რედაქტორმა გორდონ ლიშმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ამ მოთხრობაზე, როცა ვსაუბრობთ, გორდონ ლიშმა დაახლოებით 50% ამოიღო რედაქტირებისას. ანუ რეალურად მოთხრობას, რომელსაც ვკითხულობთ, ბოლომდე კარვერის დაწერილს ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ლიშმა გადაწყვიტა, რომ აი ესე ერთი ხელის მოსმით ამოიღო მნიშვნელოვანი დეტალები. თავიდან სახელი სხვა ერქვა, ეს ლიშის დარქმეული სათაურია, ერქვა ეგრეთ წოდებული კი არა, ერქვა ინგლისურად beginners. ანუ დამწყებნი ქართულად დაახლოებით ეგრე იქნება, ხო? და სათაური შეუცვალა და ხო, ახალბედებიც კი ბატონო. კაი სათაურია. მოხდებოდა, მაგრამ ხო, ანუ სხვადასხვა აზრი დევს, მაგრამ ამ სათაურზეც ვისაუბროთ, რატო შეცვალა და როგორ შეცვალა. ეს არის მოკლედ ისა, რა ქვია. ორი კომენტარი მინდა გავაკეთო მაშინ. პირველ რიგში ალკოჰოლი კაი დანამატი იყო, იმიტომ რომ ყველგან აი
რა მოთხრობებში 80%-ში რაც წამიკითხავს ალკოჰოლი უეჭველი აქვს. სხვადასხვა ფოლკნერის გავლენაც აქვს და ეს ალკოჰოლი შეგვიძლია მაგასაც ხო ამერიკელებს ხო რაღაც ერთს ამოიჩემებენ ტიპები და ყველა მოთხრობაში ან რომანში ატრიალებენ აი ფოლკნერზე რაღაცის დაწვა რო აქვს ამოჩემებული ყველგან სულ ამას ალკოჰოლი, სიგარეტები და რაღაც. სიგიჟე. ხოლო მეორე აი რედაქტორზე რო ლაპარაკობდი 50% ამოაკლო. ეგ არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი და ჩემ წამდგენით საქართველოს ქართულ საზოგადოებაში რედაქციის თვალსაზრისით ეგ კულტურა არ არსებობს. და ეგ ძალიან მტკივა მე რა. ანუ ჩემი წამდგენით ქართულ სივრცეში რედაქტორების ფუნქცია უბრალოდ არის რაღაცის წაკითხვა და განსჯა იმისი, გამოქვეყნება ღირს თუ არა ამის. მორჩა. ამერიკულ კულტურაში რედაქცია მუშაობს ეგრე, რომ იღებს ნაშრომს და ჯერ ხო აფასებს იმას, რა თქმა უნდა, გამოქვეყნება ღირს თუ არა, მაგრამ როცა მიხვდება რომ გამოქვეყნება ღირს, ეგრევე პირდაპირ არ უშვებენ რა. ან მარტო გრამატიკული შესწორება არ არის. იქ არის ძალიან დიდხნიანი პროცესი, რომ უჯდებიან ამ ნაწარმოებს ავტორთან ერთად და ხშირ შემთხვევაში მართლა 50%-ს აკლებენ. აი თომას ვულფზე აი ეს ფილმი მე დაჟე ხათაშორის ერთ ვიდეოში გირჩიეთ, გენიოსები ქვია. იქ არის ნაჩვენები მაქსველ პერკინსი და თომას ვულფი როგორც ხედან და რაღაცა 1600 გვერდიან მოთხრობა რომანს ჩამოიყვანენ 800 გვერდამდე. და იქ ძალიან კარგი პრაქტიკაა, იმიტომ რომ იდეაში ხშირ შემთხვევაში მწერლებს ძალიან უჭირთ, რომ ამოაკლონ თავიანთ ნაშრომს რაღაცა, იმიტომ რომ ყველა სიტყვა შვილივითა მათთვის, მაგრამ რედაქტორის დავალება და სამსახური სწორედ ეგ არის, რომ მიხვდეს ის თუ რის გარეშე იცოცხლებდა ეს ნაწარმოები და იცოცხლებდა უფრო ფართო მასშტაბით. უფრო ღირსეულად არა, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბით კი, უფრო ღირსეული იქნებოდა ავტორის ხელით დაგეტოვებინა, მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი. შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ცოტა მორიდება გვაქვს და კრიტიკის არ გვინდა რომ გავანაწყენოთ ვიღაცა, იმიტომ რომ ავტორისთვის ყოველთვის რთულია როცა ამოუკლებ ტექსტიდან რაღაცებს. ეგეცაა და უბრალოდ გამოცდილებაც არ გვაქვს რა. ყველა ახალი თაობა რედაქციას ახალი ფურცლიდან იწყებს და თავისით უწევს სწავლად. ეგ ცოტა მწარია ჩემს, იმიტომ რომ რედაქციის კულტურა ამერიკული მე ძალიან მიყვარს და თან ხშირად ისიც არის რომ ანუ რო გადავშლი, ეხა მაგალითად კონკრეტულად არ ვიტყვი ცხადია, მაგრამ რო გადავშლი ვიცი უკვე რედაქტორი ვინ არის და მიკვირს ამდენი წიგნის რედაქტირებას როგორ ასწრებენ ადამიანები ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ძალიან ჩქარი რიტმია ცხოვრების და რომც არ იყოს, რავი, ძალიან რთული. ეს ანუ საწყენად არ მიიღოს არავინ უბრალოდ ობიექტური ის არის რაც უნდა ითქვას რა, რომ წიგნის რედაქტირება მარტო წავიკითხე და გრამატიკული შესწორეში დავრწმუნდი არ არის რა. წიგნის რედაქტირება ბევრად ძალისხმევ, ბევრად მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ხო, კარვერზე ვიტყვი უცებ ერთ რტყას. იდეაში მოთხრობების წერის ორი სტილი არსებობს და კარვერი მეორე სტილს იყენებს და ბორხესის სტილიც ამაში არის, მოემიც ამ სტილის წერს. კაი ხალხი წერენ ამ სტილით, ჩემი წამდგენით. ეს არის სტილი, როდესაც ყველა სიტყვა აბსოლუტურად ზუსტად ისაა, რაც საჭიროა და მორჩა. ანუ არანაირი ზედმეტი სიტყვა არ არის ჩასმული და ამისი მიზანი არის ის, რომ სიუჟეტი თავიდან ბოლომდე კი არ აღიწეროს, ერთი კონკრეტული სიტყვებით და რამდენიმე სიტყვის თანწყობით შეიქმნას რაღაცა დაახლოებითი მოცემულობა, რომელსაც მერე მკითხველი თავისით დაინახავს რა. ანუ მაგალითად ოთახი ხო შეიძლება დაინახო, რომელშიც ზიან. ხო, მაგრამ ოთახი ხო აღწერილი არ არის. და ეგ იყო და ამოაკლო მერე ლიში. ხო, ამოაკლო, იმიტომ რომ კარვერის სტილი ეგ არის რა და როგორც ჩანს ლიში სტილი. ანუ სხვა მოთხრობებშიც ეგრე წერს კარვერი, რომ ანუ სიუჟეტი არ ქვია, მაგრამ სცენას ერთ რამოდენიმე სიტყვით აღწერს მარტო და მე მკითხველს უწევს რა. ეგ არის უფრო ფრაგმენტული თხრობის სტილი შედარებით, მარტო ზუსტ საჭირო და ცოტა სიტყვას რო წერ. მეორე სტილი უბრალოდ არის ის, რომ კი მოთხრობა, მაგრამ მინი რომანი გამოდის უბრალოდ რა. ანუ ეგეთი სტილი, მეორე სტილის მოთხრობებსა და რომანებს შორის განსხვავება ისე, რომ რომანში არის რამდენიმე ამბავი მოთხრობილი და მოთხრობაში ერთი ამბავი მოთხრობილი. მაგრამ ესეთი სტილის მოთხრობები უკვე ემიჯნება ამ ამბავს და ეს ძირითადად იწყება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ცოტა პირველი ნახევრიდან უფრო მეტად მოპასანი უყრის თავიდან საფუძველს ესეთი სტილს და მერე ვითარდება რა. და ეს უკვე არის, რომ ანუ ერთ ამბავს კი არ ვყვებით. ჩვენ ყვებით რაღაცა მოვლენაზე, ანუ შეგიძლია რომანად წარმოიდგინო ეს მოთხრობა, მაგრამ რომანი ერთადერთი იმიტომ არ არის, რომ სიტყვების რაოდენობაა მოვაკელი და მკითხველის წარმოდგენაზე დავტოვე სიუჟეტი. მორჩა რა. ანუ რომანი რო სიუჟეტის კერ და სცენის აღწერისგან მეტნაკლებად დაცალო და ახლობით ეგ გამოდის და მე ეგ სტილი ძალიან მიყვარს. ჩემი წარმოდგენით ეგ უფრო საინტერესო. ან მოთხრობები მე ამ სტილის გამო მიყვარს. ისეთი მოთხრობები ძირითადად არ ვკითხულობ ხოლმე რა. კარვერს ვკითხულობ მაგიტო, მოპასანს მაგიტო ვკითხულობ. ეგეთ ხალხს. ჰემინგუეი რომან ფარში. ბიჭო, ჰემინგუეის ზოგადად ეგეთი სტილი აქვს, რომ ძალიან ცოტა სიტყვას და პირდაპირ სიტყვას ხომ რომანებშიც ეგრე წერს და ნუ ამ სტილში უფრო ჯდება ლოგიკურია, მაგრამ აი მაგალითად მკვლელები რო არის. აი ამ სტილია კი. კილიმანჯაროს თოვლიან მთაზეც მეტნაკლებად ეს სტილი მგონია, მაგრამ უბრალოდ მეც ვერ დაწერდი მოთხრობაში ვერაფერს რა. ძალიან პატარა ისეც დასწერდი.
ხო, ეგ არის ჩემი კომენტარი კარვერზე და ხალხო მართლა ძალიან კაი კაცია. მარტო ეს მოთხრობა არა, ზოგადად ისეთი კაი მოთხრობები აქვს, რომ რატომ არც ეკვაო, ქვია პირველივე მოთხრობა სამკრებულში, ძალიან მაგარი მოთხრობა. წაიკითხეთ. ხო, ეხლა გადავიდეთ პირველ გვერდზე. წავიკითხო? ხო, პირველი წინაზე. აი, ახამდე პირველზე წავიკითხო. ჩემი მეგობარი მელ მაკგინისი ლაპარაკობდა. მაკგინისი კარდიოლოგია, ასე რომ ზოგჯერ ამის უფლება აქვს. მის სამზარეულოში მაგიდასთან 4 ვისხედით. ჯინს სვამდით. ნიჟარის ზემოთ დიდი ფანჯარა იყო გაჭრილი, საიდანაც სამზარეულოში მზის სხივები იღვრებოდა. 4 ვიყავით. მელი, მისი მეორე ცოლი ტერეზა, ანუ ტერი, მე და ჩემი ცოლი ლორა. იმხანად ალბუკერკში ვცხოვრობდით. თუმცა იქაურები არ ვიყავით. პირველ რიგში ძალიან ბევრი თემა გამოიკვეთა უკვე რაზეც რამდენიმე აკლია უბრალოდ რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, თორე თითქმის ყველაფერი აქ არის თავმოყრილი. პირველ რიგში, რავი, რითი დავიწყოთ? დავიწყოთ იმით, რომ უბრალოდ მცირე დეტალი, რომ ალბუკერკში არიან, მაგრამ იქაური არც ერთი არ არის. ანუ წესით სადაც, ანუ სახლში არ არიან რა, 4-ვე არის სადღაც წასული და მათი ცხოვრება გადაიკვეთა ამ წერტილში, ამ დროსა და ამ სივრცეში. შემთხვევითობა შემოდის ეგრევე მოთხრობა. ხო, ანუ რაღაც ფონი არა აქვს პერსონაჟებს რა. თან არც გვიყვება, ხო, რაღაცა ერთადერთი სიყვარულის შესახებ გვიყვება, მათ წარსულს თორე ეს კაცმა არის ის ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, რა უნდათ და ასე შემდეგ. მეორე არის რომ გარემო, ანუ მზის სხივები რო იღვრებოდა ოთახში, ეგ უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ ფინალში გამოგვადგება. მე რაღაც იცვლება. და ასევე არის ალკოჰოლი და პროფესია და მთხრობელი. ხო, პროფესია არის კარდიოლოგია, ანუ გულის ექიმია და უნდა ელაპარაკოს სიყვარულზე. ოღონდ მაგინისი არის მელი დაუზახოთ ხო, მელი არის კარდიოლოგი. გულის ექიმია და სიყვარულზე ლაპარაკობენ და მთხრობელი არის საერთოდ სხვა პირი. თხრობის პროფესიაც არის, არაფერი არის. ერთი ვიცით მარტო სახელი. ნიკი ქვია. და იმაში ქართულად როგორ არის? დიდი გეცბი. დიდებული გეცბი. მანდაც ხო მთხრობელი სხვა არის და თან ნიკ ქვია იმასაც. ხო, და შეიძლება რაღაც ის იყოს, რა ქვია. გადაურტყა. ამერიკული ლიტერატურის ამბავი. კარდიოლოგზე რო ამბობს, რომ ასე რომ ზოგჯერ ამის უფლება აქვსო, ანუ ტიპი წინასწარ გეუბნება რა. ხო, ანუ სიყვარულზე უნდა ვილაპარაკო და კარდიოლოგს გულის ექიმს ამ სიყვარულზე ვილაპარაკო. ანუ ირონია ეგრევე ჩაარტყა რა. მე ირონიები ძალიან მეყვარს. ხო, ზოგადად ძალიან ირონიული წერალია და ახასიათებს ირონია. მოდი პირდაპირ სიყვარულზე ხო არ გავიწიოთ. გავიწიოთ. ცოტა ისტორია 20 წლის 22 წლის ბიჭების სიყვარულზე რომ ლაპარაკობთ. მომწონს. აბა 80 წლის. პრინციპში უფრო გამოცდილები არიან 80 ადამიანები, ხო. მე ჩვენი პერსპექტივა საინტერესოა. შეიძლება უფროსი ხალხი იყო და ქარაფშუტები. ხო, შესაძლოა. პირდაპირ გამოვკვეთოთ რა ტიპის სიყვარულები გვხდება და რომელ პერსონაჟს შეგვიძლია მივაკეროთ. ამოწერილი მაქვს 6 პერსპექტივა სიყვარულის. ანუ როგორი შეიძლება იყოს სიყვარული, მე დავიჭირე 6 სახის ამ მოთხრობაში. პირველი არის ძალადობასა და აგრესიაზე დაფუძნებული სიყვარული, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიღაც შეიძლება ტოქსიკურ სიყვარულად მოიხსენიებდეს. და ეს არის ამბავი ტერის, ანუ მელის ახლანდელი ცოლისა და ამ მისი ცოლის ყოფილი ქმრის შესახებ, რომელზეც თავად ტერი და მელი გვიყვებიან, რომ ედი ფიზიკურად ძალადობდა და სცემდა ტერის და ბოლოს იარაღით მოიკლა თავი. ეს არის ერთი პერსპექტივა. ვირთხის საწამლავი დაგულები. ჯერ ვირთხის საწამლავი დალია, კი ბატონო. და ისინი პირის ღორუს. ხო, ღრძილები, ხო, ღრძილები ქვია მაგას. ხო, ღრძილები, კბილები ჩამოეშალა და ღრძილები და რაღაც დაულპათ რა. დაულპა, ხო, რა, ძალიან ისე ქონდა აღწერა. კიდე კაი ეგ არა მოიღო. ხო, კი. ხო. მეორე არის, ესე აღუწერე ყოველ შემთხვევაში ფიზიკური საჭიროების მოთხოვნილება, მოხუცი წყვილის მაგალითზე. აი მოხუცი ფიზიკურია.
ხო, ფიზიკური მაგ ფრჩხილებში ჩასული, იმიტომ რომ საეჭვოა რა. საჭიროება ყოველ შემთხვევაში აუცილებლად არის, იმიტომ რომ ბოლოს შე როგორც აღწერე, აი ბანდაჟებში შეხვეულები რო არიან ორივე და მარტო თვალები და პირი რო უჩანთ და ეს მოხუცი კაცი თავის ცოლს რო ვერ ხედავს და რო იწევა რომ დამანახეთ სად არის რა. აი რო უნდა რომ დაინახოს, უნდა საჭიროება მოთხოვნილება რომ არსებობდეს მეორე ნახევარი. ეგ არის ერთი სახის სიყვარული კიდე. აღქმადი იყოს მის სიახლოვეში. ხო, ზუსტად. ამ შემთხვევაში ხედვით. ხო. მესამე არის ეგრეთ წოდებული სიძულვილი სიყვარულის შემდეგ. ესე დავარქვი და მგონია რომ პირველის მაშინ უნდა ჩავსვათ. ძალადობა აგრესიაში უნდა გავიყვანოთ ესეც. ეს არის მელის და მისი პირველი ცოლის ამბავი. ფუტკრების ეშინია და შეუგზავნოდა სახშიო რა. ხო, ეს არის მესამე. მეოთხე არის ეგრეთ წოდებული იდეალური ფაზა სიყვარულის, აი საზოგადოების წარმოდგენით. ჰანიმუნ ფაზა, ხო, აი ნიკის, მთხრობელის და მისი ცოლის ლორას. აი არ ეფერებიან, არაფერს არ უშავებენ ერთმანეს და კოცნიან და ეხვევიან და რაღაცა კლასიკური წარმოდგენა სიყვარულის. ესეთ კლასიკური. ყოველ შემთხვევაში ჩვენ კულტურაში დამკვიდრებული. ხო. ხო. მეხუთე სიყვარული არ ვიცი რამდენად დავარქვა, მელი რო დათვრება და ნიკის ცოლს ლორას რო ეტყვის, ეხა ეს და ეს რო აქ არიყვნენ, მე შენ შემიყვარდებოდიო. მგონია რომ უბრალოდ რაღაც წამოუარა და მეექვსე. არაფერი არ არის ნათქვამი მელის და ტერის, ანუ ცოლ-ქმრის სიყვარულზე, ეხლანდელზე, იმიტომ რომ ორივე საუბრობს მის ყოფილზე რა. და აქ კითხვის ნიშნები მიწერია, იმიტომ რომ სახელი ვერ დავარქვი. ამათ სიყვარულზე გამიხარდება თუ ვილაპარაკებთ რა სახის სიყვარულია ეს. მე მან საერთოდ შეკითხვა, უყვართ თუ არა ერთმანეთს ერთ. ძალიან კაი შეკითხვა. მე მგონია რომ არ უყვართ ერთმანეთს მაგათ. მაშინ რატო არიან ერთად? საჭიროების გამო. ერთმანეთს სჭირდებათ. პირველ რიგში, ნუ თავდაპირველი ურთიერთობის პირველივე ფაზაში ძალიან რთული ამბის გადალახვა რომ მოუწიათ გადავლა, ეგ როგორც წესი, საერთო ტრაუმა, როგორც წესი ადამიანებს აკავშირებენ ერთმანეთთან და თან ისეთი ტრაუმაა, რომ როგორც fugitives, დევნილებივით ვიყავითო მოკლედო და ეგ ეს ტრაუმის ამბავი რომ ერთად ჩვენ უნდა გადავიტანოთ რაღაცა და გადავრჩეთ მნიშვნელოვანია. თან მაგარი ამბავისა რომ ესენი კი ერთად არიან, მაგრამ ამ ქალის შეყვარებული ედი რო კვდება, ეს ტერი მასთან მიდის. და ბოლო მე როუსაკლებოდა მასთან ვიყავიო და რავი რა, აი რანაირად მიდიხარ თუ ისე მესმის რომ შეიძლება აღარ უყურებია და პროსტა მივიდა, მაგრამ ჩემთვის ცოტა ბზარი შემოდის მელის და ტერის ურთიერთობაში სიყვარული რამდენად არის ეგ. იმიტომ რომ პირველ რიგში როდესაც მელი თვრება დაახლოებით მალევე ახსენდება თავისი ძველი ცოლი და მალევე უნდება რომ დაურეკოს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე ერთი წამოხტომა ეგეთი რომ როდესაც თვრება ტერის ეჩხუბება. ეუბნება რომ ხო შეგიძლია რომ ოდესღაც გაჩუმდე, ცოტა ხნით ჩუმად იყო და რაღაცა მსგავსი ისინი აქ. ჩემს ეგ სასიყვარულო მიმართება არ გამოდის რა, ანუ ვერსო. ყველაზე მეტად მე აქ სიყვარული სადაც დავინახე, ну სამი ამბავია იდეაში რეალურად სიყვარულის არის მოხუცი წყვილის, არის მთხრობელის და მისი შეყვარებულის და არის ტერის და მელის. ტერის და ედის უბრალოდ მელის არა. ტერის და ედის კი. ბიჭო, ეგ არის ექსტრემალური ფორმა. ჩემი წარმოდგენით ეგეთი ადამიანები ან უნდა დავიჭიროთ ან რამე უნდა მოუხერხოთ, რომელსაც გამოხატულება ეგეთი აქვს შეყვარულის. არა, ედი. ეგეთი ხალხი უნდა დავიჭიროთ. აი, ეგ არის ექსტრემალური ფორმა მისწრაფებითი სიყვარულის მისწრაფებითი გამოხატულების, ფიზიკური გამოხატულების. ეგეთი ხალხი არის, რავი, ჯერ ერთი მეუღლეს რო ხელს დაარტყავ, დასაჭერი კი არა, არ ვიცი რა ხარ, მაგრამ ხო რა. ხო. შეიძლება, მაგრამ სიყვარული არის, რაც არ უნდა იყოს. მართლა არის. მე დაგიმატებ ახლა ერთ არგუმენტს, შენ რას თქვი, რომ ამათ ერთმანეთი არ უყვართ და ყოფილი ქმარი და ცოლი უყვართ. მთელი მოთხრობის განმავლობაში მელი უმტკიცებს თავის ამჟამინდელ ცოლს ტერის, რომ შენი ქმარი, ყოფილი ქმარი შენ რო გეაგრესიულებო და ეგ ნიშნავს იმას, რომ არ უყვარდი. ანუ აგრესიას და სიყვარულს შორის ტოლობას ნუსვა მეუბნება. მაგრამ რო თვრება მისი ყოფილი ცოლი ახსენდება და აგრესიას გამოხატავს მისი ყოფილი ცოლის მიმართ. რაც მაფიქრებინებს იმას, რომ ამ მელს რეალურად უყვარს მისი ყოფილი ცოლი, ხვდება, რომ იმასაც იმ ყოფილს უყვარდა ეხლანდელი მისი ცოლი და ეს აგრესია იყო რეალური სიყვარული, იმიტომ რომ თვითონაც ეგრე აღიქვამს სიყვარულს აგრესიულობის კონტექსტში და თან ეჭვიანობს
უცნაურია, მაგრამ ეხა ეგრეა რა, გარდაცვლილ ყოფილ ქმარზე. რომ რას ქვია შენ იმას უყვარდი, იმიტომ რომ ზუსტად ეგ ვიცი რომ ეგ არის სიყვარულის გამოხატვა და მართლა უყვარდი. და პირიქით შვება, პირიქით უნტკიცებს. და ეგ პირიქით წვავს მე ამას, მეილს რომ რეალურად ოღონდ მოთხრობის ბოლოს ვიგებთ რომ ეს თურმე წინაცოლზეა, წინაცოლი უყვარს ეხაც. მან მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა გავმიჯნოთ რა. ანუ არსებობს ორი მნიშვნელოვანი დეტალი სიყვარულში. მესაკუთრეობის ამბავი და იჭვიანობის ამბავი. მესაკუთრეობის ამბავი და ძალიან ცუდად ჟღერს ეს, მაგრამ ჯანსაღი სიყვარულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის. და იჭვიანობა არ არის ჯანსაღი სიყვარულის შემადგენელი ნაწილი. და კიდე დაუშვათ, მოდი, ანუ მსჯავრობისთვის საჭიროა რომ დაუშვათ, რომ მელის და ტერის უყვართ ერთმანეთი რა, რაც არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მაგდაშვების გარშე გაგვიჭირდება ლაპარაკი. მოდი დაუშვათ, ოკეი. აი დაუშვათ. მელის და ტერის სიყვარულში არის ეჭვიანობა. რასაც შეიძლება მკვდარ კაცი როგორ უნდა იეჭვიანო, მაგრამ ეჭვიანობა, იმიტომ რომ ეჭვიანობა არის არარაციონალური მოცემულობა, რომელიც გაფიქრებინებს ეგეც იგიჟებს რა. მაგრამ მესაკუთრეობა სხვა რაღაცაა და მესაკუთრეობა რეალურად გამოიხატება მთხრობელის და ნიკის და დამოუწყებლობის რა ქვია, ტერის კი არა და ლორას სიყვარულში. ნუ როგორც წესი მესაკუთრეობა ფიზიკური ფორმით გამოიხატება ხოლმე ეგეთ სივრცეებში. და მესაკუთრეობის გამოხატვა და ძალიან ცუდი სიტყვა რეალურად და მით უმეტეს გავილანიზებულია ეგ სიტყვა ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ ცუდი მოცემულობა არ არის. მესაკუთრეობა ეგეთ ფორმაში გამოიხატება ძალიან მინიმალური, ელემენტარული ფიზიკური კონტაქტებით. რომ რაღაც მომენტში აი ეს გოგო რო რაღაცა ხელს კიდებს ან იმაშობა ან ეს რო ცოტა ახლოს მიიღოს თავისთან, რაღაც ეს პატარა ელემენტები რა. და ისევ და ისევ ვამბობ, რომ მესაკუთრეობა ცუდი ამბავი არ არის. პირიქით შემადგენელია მართლა ჯანსაღ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ამ სიყვარულ, ან ამ საზოგადოებაში, რას საზოგადოების შესახებ ჩვენ ახლა ვკითხულობთ აქ. ყველაზე ჯანსაღი სიყვარულის ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ჰანიმუნ ფაზას ეძახიან ვიღაცები, არიან ესა მასპინძლები მოკლედ რა, რაც არ უნდა მოხდეს. და რეალურად აი ყოველ ჯანსაღი. იმიტომ რომ გეტყვი. იმიტომ რომ საზოგადოებაში ერთმანეთში ლაპარაკი არ სჭირდებათ პირველ რიგში. იმიტომ რომ მინიმალური ენერგიის დახარჯვით შეუძლია ერთმანეთის ფიზიკური იყოფნა დაუდასტურონ ერთმანეთს. ვიცი კაცო, შენ ნიკზე და ლორაზე იძახი? ხო. ანუ მინიმალური ძალისხმევით, ძალისხმევა არ ქვია მაგას რეალურად, მაგრამ მინიმალური გაფართხუნებით შეუძლიათ ერთმანეთს დაუდასტურონ მათი არსებობა. და საზოგადოებას მიემართებიან როგორც ერთი მოცემულობა და არა როგორც დაშლილები რა. დაშლილები როგორ უნდა ცალ-ცალკე. ხო. დაბი და ყოველთვის აი მაგალითად მე ძალიან დიდი ერორი მქონდა, როდესაც მელი ლორას მიმართავდა რაღაცაზე, იმიტომ რომ ჩემ წამდგენით მარტო ლორას არ მიმართავდა რა, იქ ნიქსას მიმართავდა. იმიტომ რომ საერთო მოცემულობა დაგიქმებიან როგორც წესი ეგეთი წყვილები. შენ თქვი რომ მესაკუთრეობა არისო ფიზიკურიო. არა მარტო, მაგრამ ერთ-ერთი დასტური მესაკუთრეობის ფიზიკურიც არა. და მესაკუთრეობა ყველაზე ძირითადად ფიზიკური დასტურია. ოკეი, და მესაკუთრეობის განცდაო არ ქონდაო მეილს და ტერისო. არა. მაშინ არც წინა ყოფილებთან არ ქონდათ? კი. ორივესთან. და ეგ გამოიხატებოდა მაშინ აგრესიით. ხო, აგრესიით. ფიზიკური აგრესიით, მელის მხრიდან ფიზიკური აგრესიით და ტერის მხრიდან იმითი რომ სიკვდილის წინ მარტო არ დატოვა. ანუ სიკვდილთანაც მასთან ერთად იყო რა. მაგიტომ მესაკუთრეობა ცუდი არ გამოდის მაგ შემთხვევაში. ანუ მესაკუთრეობა ნიშნავს იმას, რომ გინდა რომ მეორე მხარესთან ერთად იყოს სამყაროში. ხვდები? ძალიან უცნაურად ვამბობ. არა, ნუ იმ ტერმინით არ, ანუ იმ შინაარსით არ იყენებ, როგორადაც მესაკუთრეობა გამოიყენება დღეს. ხო, არა, მაგ ფორმით არ ვიყენებ რა, მესაკუთრეობა ჩემია, არა, ანუ მაგას არ გულისხმობ. ხო. ანუ ჯანსაღ ურთიერთობას ახასიათებს ეგეთი რაღაცეები. ჩემ და საბინეროდ გამოცადე, ცდი უბრალოდ. ახასიათებს ზუსტად ეგ ამბები, რაც ახასიათებთ ნიკს და ლორას. რომ ანუ სიტყვაზე საზოგადოებაში ხართ და არ გჭირდება ძალისხმევა არანაირი, რომ საზოგადოებას მიემართო. და ძირთად ერთმანეთს იშვიათად აქვს დიალოგი მაგ სიტუაციაში რა. ეხლა აი თუ მინდა სრულიად გაგიმაზავ, ეშენი რო წავლენ, იმდეს ილაპარაკებენ ამაც, იმდეს ილაპარაკებენ ვერ გაჩუმდებიან რა. არ ვიცი, აი რაღაცა ვერ მოაქვს ეგეთი ენერგია ამ ორ პერსონაჟს. მგონია რომ ნიკს და ლორას, მგონია რომ უფრო უძრაობის პერსონაჟები არიან ვიდრე მოძრაობის. მესმის ხო. აი რა იცი, მე ზოგადად ეგეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ადამიანი რო გიყვარს, უძრავი ვერ იქნები რა, ანუ მოძრაობის ენერგიას აღძრავს შენში. და რატო გამორიცხავს ეს ერთმანეთს? რა ერთმანეთს? ეგ აქ რო ეგრე არიან და ხო და ვერაფერი, ანუ რაღაცა ხო უნდა მოგცეს პერსონაჟმა მიზეზი, რაც გაფიქრებინებს, რომ ეს არის მოძრაობის
პერსონაჟი. Okay. და ამათში ვერაფერი ვერ დავინა. პირველ რიგში ის რომ ნიკის ფუნქცია არ არის არანაირი ინფორმაციის უბრალოდ ინფორმაციის გადმომცემია, რაღაც კუთხით გამტარია, ეს ერთი, მეორე თავის თავზე, ანუ თვითონ არაფერს არ ყვება, ანუ არაფერი ამბავი მის შესახებ არ ვიცით. რაც ნიშნავს იმას, რომ თავარი რაც არის ამ მოთხრობაში არის ამბები, რომლებსაც გვიყვება პერსონაჟები, ამ შემთხვევაში მელი და ტერი, რაღაცა იქ სამი ამბავი როგორც ჩვენ თქვი. მოხუცების ამბავი, თვითონ მელის ყოფილის ამბავი და ტერის ყოფილის ამბავი. ეგ არის სამი მთავარი ამბავი. ნიკი არის უბრალოდ აი ესე ზის და აი წარმოიდგინე რომ კამერამენი იყოს კინოსცენაზე რა. ეს არგუმენტი გაქვს კიდე ზემოდან. როცა ნიკის და ლორას სიყვარულზე როდესაც კომენტარი უნდა გაკეთდეს, ლორა რაღაცას ამბობს და ნიკს ეუბნება რომ ეხლა შენც რამე უნდა თქო და ნიკი უბრალოდ ამბობს რომ ძალიან იღბლიანი კაცი ვარ. მორჩა მეტი არაფერს არ ამბობს. ხო, ეგ არ მახსოვდა, მაგრამ კი ბატონო, მაგის არგუმენტიც არის. აი, სამოსელ პირველში რა დედამიწას სიყვარული ადრეს დომენიკო, ეგ იმას ნიშნავს, რომ მოძრაობა არის სიყვარული. მე მან მაგ შეკითხვა, რა საჭიროა ილაპარაკო იმაზე, რასაც აბსოლუტურად განიცდი. ანუ რაღაცა მოცემულობას თუ მაქსიმალურად განიცდი. რატო არის აუცილებელი რომ ამაზე ილაპარაკო? აუცილებელი არ მოძრაობა მაინც და მაინც ლაპარაკს არ ნიშნავს რა. კიდე ეგ ნიშნავს, კიდე ჩემ მხარეს არის ეგ არგუმენტი რომ ლაპარაკი არ ნიშნავს იმას, იმიტომ რომ რეალურად ნიკი სიტყვაზე მეტ ფიზიკურ რაღაცას აკეთებს. რომ რაღაცა მინი კონტაქტები აქვს ლორასთან. ხო და აი ეგ რაღაცა მუხლის მირტყმა ეხლა ძავი 15 წლის შეყვარებულებსაც შეუძლიათ. ხო, არა, მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ბიჭო, როდესაც სიყვარულს მაგ ფორმით განიცდი, ჩემი წამოიგეთ. ანუ იმიტომ რომ მე რეზონირდი ნიკთან მაგალითად და მაგ ფორმით როდესაც განიცდი, ანუ სრული ფორმით, ძალიან იშვიათად ადგე და გამოხატო ვერბალურად ან რაღაცა ფიზიკური ისეთ ფორმით რა. აი, როგორ რაღაცა იცი? აი, რაღაც მომენტში შეიძლება სიხარულით იხტუნავ. ფიზიკურ გამოხატვაში რას გულისხმობ კონკრეტულად? რავი, აი, მაგას მელიც ქმუტავს. აი პირდაპირ მნიშვნელობით ქმუტავს მელი ხო? ანუ რო შევადაროთ, მელიც ქმუტავს რა დროც იქა. იმიტომ რომ ისეთ რაღაცაზე ფიქრობს, რეისი აბსოლუტური ფორმაც ვერ განუცდია და ჯერ კიდე ეჭვებშია. და ნიქს რო შეუძლია რომ ეგ მაქსიმალურად განიცადოს, სიო იმას მშვიდადაა რა. არ სჭირდება არანაირი ქმუტვა, არანაირი ზედმეტი მოძრაობები, არანაირი ზედმეტი გამოხატვა. რეალურად მაგიტოა, სხვა ჯერ ლიტერატურაში რო გადმოვიდეთ, მაგიტოა ის ნაწარმოებები უფრო გენიალური, რომელიც ახერხებს რომ მინიმალური ვერბალიზაციით გამოხატონის განცდები, რომლებზეც საჭიროა რომ დაიწეროს. და ის ხალხი, რომლებიც ძალიან ბევრ დებილ წინადადებას წერენ, მაგათ უფრო არ გამოსდით რა. იმიტომ რომ რაღაცა განცდის მაქსიმალურ ფორმას არ სჭირდება გარედასტური, არ სჭირდება გარე გამოხატულება, არაფერი მსგავსი. მაგაზე პატარა უცნაური ამბავი შემიძლია მოვყვე რა. რა თქმა უნდა. მოვყვე რა კომენტარად შემიძლია გავაკეთო. მაგალითად, სორებ მაგ იდეას შეღონდა. ხო, ჩაიწერა. მაგალითად, აი რაღაცა რამდენი ნაწარმოებიც გინდა იმდენი არსებობს სიყვარულთან დაკავშირებით, ხო? და მე მაგალითად ჩემი სიყვარულის ამბავს ვერასდროს ვერ ვაკავშირებ სხვა ნაწარმოებებთან. ანუ არასდროს არ ვიყენებ. იმიტომ რომ ჩემი წარმოგიდგენთ ნიკიც ზუსტად მაგას აკეთებს, რომ თავის და ლორას სიყვარულს არ მოიშველებს იმისთვის, რომ გაიგოს მელის და ლორას, ან მელის და ტერის, ან მელის და თავის ყოფილი ცოლის მერჯორის, ან ტერის და ედის სიყვარულის შესახებ რამე რომ გაიგოს, თავის სიყვარულს არ იშველებს, იმიტომ რომ ნიკი ხო, იმას ის ცალკე მოცემულობაა გაღებული. მე ზუსტად მაგას ვაკეთებ რა, ის სიყვარული ცალკე მოცემულობაა და რაღაცა ლიტერატურაში რო ვკითხულობ, რაღაცა ამბობს, ან ვიღაცისგან რომ ისმენ რაღაცა სიყვარულო ამბებს, იმას ცალკე მოცემულობა დაგვქონდა, ისე მივდგები. იმიტომ რომ მე ამას არ ვეხები რა, ეს ჩემთვის აბსოლუტური ფორმაა და თავისთვის არის და მორჩა. ანუ არ მჭირდება ამისგან რაღაც დეტალების აღება, იმიტომ რომ რამე გავიგო, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ინდივიდუალურია. ანუ ჩემი რაღაც მახასიათებლების ინტიმურია უფრო. ხო რა, ეგრე შეიძლება დარქო, ინტიმური შეიძლება დარქო რა. და მაგიტო ვერაფერს ვერ ამოიღებ აქედან და ვერაფერს ვერ მოარგებ აქეთას რა. შენია და უნდა შეეშვა. და აი მელი მაგის სხვანაირად აკეთებს რა, რეალურად თავიდან ძალიან სწორი კომენტარი გააკეთე, როდესაც თვითონ ხვდება რომ რეზონირდება ედისთან. ანუ მაგას რა წამოსაც ხვდები რომ რეზონირდები რაღაცასთან, ეგრევე ჩამოშლას იწყებ რა. იმიტომ რომ ეგეთი სახის განცდები, სხვა შორის შიშის განცდაც რეალურად ერთ-ერთი ეგეთი განცდაა, რაც პერსონალური უნდა იყოს სრულიად, ანუ შენი უნდა იყოს. შენი მახასიათებლების მაქსიმალური გამოხატვისგან უნდა შედგებოდეს რა. მაგიტო არის რომ ჭეშმარიტი სიყვარული არის შენი განცდების მაქსიმალური მისწრაფებითი ფორმა. ანუ შენი განცდებით მაქსიმალური მისწრაფებითი ფორმა, რა განცდებით გაქვს, იმით რომ მიესწრაფვი რაღაცას. რეალურად ნებისმიერი სახის განცდა, ნებისმიერი სახის ემოცია, ნებისმიერი სახის ემოცია რომ მაქსიმალურად განიცადოს, შენი განცდების მაქსიმალური სიმძაფრით უნდა მიესწრაფო. და სიყვარულიც ეგრეა რა.
კი ბატონო. ან ჩახლართულად ხوار. არა, გავიგე. შენიერია. და მაგიტო არის რა, რომ აი ცალკე მოცემულობაც, რომ მაგიტო მგონია რომ ნიკი და ლორას ფორმა უფრო მაღლაა რა. მაქსიმუმ რაც შეიძლება გააკეთო არის რომ შენიანი იცნო. მორჩა. ანუ ეგ სიყვარულების ფორმაში რა ვიღაცას რო დაინახავ რომ ამას უპოვია მაქსიმალური სიყვარულის თუ რაღაცის ფორმა, ჯიგარი ჩემიანი ყოფილა. შეგო გავიარეთ მეტი. არც ერთ მომენტში არ დაილაპარაკებენ, არც ერთ გაუცვლიან აზრებს არაფერი მორჩა. ხო. და შეუძლებელია მაგაზე ილაპარაკო რა. ბოდიში ესე უცნაური ვიტყვი. ეგ სიჩუმე განსაზღვრავს რა ეგ მეტნაკლებად. პირველ რიგში განსაზღვრავს, იმიტომ რომ შეუძლებელია გადმოსცე და მეორე რიგში განსაზღვრავს, იმიტომ რომ რაწამსაც გადმოსცემ შენი აღარ არის რა. სამყაროს ნაწილი ხდება და ეგ სამყაროს ნაწილი რა საზოგადოების ნაწილი ხდება და ეგ არ უნდა გააკეთო. მაგას ფოლკნერი ეძახის გუშინ ძალიან გამიხარდა. ჩემი ერთ-ერთი სემინარი გვაქვს ფოლკნერის აგვისტოს ნათელზე და ჩემი ერთ-ერთი კი არა და ალბათ ფავორიტი სცენა მთლიან ფოლკნერში გახსნა მანდარი ეგეთი რომ ის ხარაზეს დუმხარ და ზუსტად მან ვფიქრობდი რომ იდეაში ნაწამები რო წავიკითხე ერთ-ერთი პირველი ფიქრი მქონდა რომ დასასრულზე ეგ უნდა ვთქვა მეთქი და თან გუში რომ დაიმთხვა ეგ სცენა და თან ის და მეთქი ძალიან მაგარი მართლა ადამიანს მაგიტო განსაზღვრავს ის რაზეც დუმს აი ხარ რა და მაგიტო დუმს ნიკი რომ ეგ არის სიყვარულია მაგარი კაცია ძალიან მიყვარს აი მაგარი კაციაში მე ვერ გეთანხმები უბრალოდ ნახე აი ესე ორად რო გავყოთ ეხა რაც შენათქვამზე მე რაზრიც ჩამომიყალიბ და ერთი მხარე არის აი ამ მელის და ტერის ურთიერთობა, სადაც ალბათ შენც ეგრე ფიქრობ, რომ ვერ არ არიან თავი, ანუ მათ რაღაცა მათი გზნობები არ არის არც ჭეშმარიტი სიყვარული და არც სრულყოფილი სიყვარული. გაურება სჭირთ ან საკუთარ თავს ატყუებენ. ან ხო ახლანდელი მდგომარეობა ხვდებიან რომ ახლანდელი მდგომარეობა არ არის ის რაც უნდა იყოს და რაც იყო იმისკენ იმას ეპოტინებიან, იმისკენ არიან მიბრუნებულები. უბრალოდ მეორე მხრივ შენ ამის კონტრასტად ხედავ ნიკის და ლორას ურთიერთობას და მან უბრალოდ მე არ მყოფნის დუმილი იმისთვის რომ მათი სიყვარული ჭეშმარიტად მივიღო რა. ესმის. ოღონდ ამ დუმილზე ვთქვათ ერთი სათაურზე. ხო ესა. ანუ ჯერ აი ის რაც თქვი რომ ამ გრძნობას და განსაკუთრებით სიყვარულზე რო ლაპარაკობთ ვერ გამოხატავ ხო 100%-ით მართალია და რავი ახლა მილიონ ვიღაცას აქვს და მაგალითად ბარათაშვილის ის გამახსენდა რომ ვკითხულობდი მიდი არ უკიჟინო სატრფოში რო უზერია რომ მოკვდავ საინას არ ძალუც უკვდავთა გრძნობად გამოთქმაო ანუ პირდაპირ წეს რო აზრი არ აქვს ახლა ამ გრძნობაზე ლაპარაკს იმიტომ რომ ეს არის უკვდავების გრძნობა ეს არის მოკვდავების ენა რაზეც ლაპარაკობთ და უბრალოდ ვერ ხვდება რა ერთმანეთს ხო და ერთი კიდე ის არის რომ ტექსტი სრულდება სიჩუმით. ეს არის აი გარდამტეხი მომენტი. ეხლა არ ვიცი ეს რედაქტორის ამბავია თუ მწერლის, მაგრამ რა მნიშვნელობა ხო? ხო, დარწმუნებული ვარ მწერლისა. ხო, არა, ხო არ ჩაამატებდა პრინციპში ამოაკლებდა ისაც ამოაკლებდა. ტექსტი რო სრულდება სიჩუმით, ეგ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ მელმაც და ტერიმაც მიაღწიეს ამათ მდგომარეობას, მაგრამ მე არც მაგის მწამსვლელად მიაღწიეს და არც იმის მწამსვლელ, რომ ნიკი და ლორა დარჩნენ იმ კონდიციაში. უბრალოდ მგონია, რომ რაღაცნაირმა გაურკვევლობამ და სიცარი ვაკუუმმა დაისადგურა რა სიჩუმის დადგომით. თან ნიკიც ჩუმდება, ყველა ჩუმდება, სასმელიც მთავრდება და აი თითქოს რაღაცა იმას გავს. თან ხო ბნელდება, აი დასაწყისში რო ვთქვით, რომ მზის სხივებით არის გავსებული ოთახი, ეხა უკვე სიბნელია. ანუ ყველანაირად ცდილობს ავტორი რო აღწეროს, რომ სამყარო ცარიელდება რა. რაღაც გამოფიტული რჩება მარტო ამბისგან. და მაგით მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ აი რაღაცა აი წურვილის ის დამჭა ბოლოს რა, აი რაღაც თითქოს გამოშრა რა ამბავი. და რა მიგვითითებს იმაზე, რომ აი 4-ვე არის რაღაცა მკვდრის მდგომარეობაში. ოკეი, ნუ ესმის. მე ეგეთი პესიმისტურად შეხედე. ხო, მე ეგრე შევხედე და ისა სათაურზე მინდოდა კიდე მე. ეგ უნდა დავამატო. ახლა შეკითხვა რა. ხო. მაშინ სათაური რას ნიშნავს? მე მიჩნდება ეგ შეკითხვა. კი ბატონო. სათაური, ნუ ამან ახლა beginners დაარქვა და დამწყებდი, მაგრამ ცხადია უნდა ვთქვათ იმ სათაურზე, რომელიც რედაქტორმა დაარქვა. საღვე რედაქტორს.
ხო, ძალიან მაგარი. აი, ეგ არის რედაქტორის ერთ-ერთი მთავარი ნიჭი, რომ დაინახოს ტექსტში ის რაღაც დეტალი, საიდანაც მე გამოიყვანს მთელი იმას, რა ქვია. სხვათა შორის ერთ ღამეში გახდა პოპულარული ამ მოთხრობით ავტორი და ძალიან ის იყო, მადლიერი იყო მე რედაქტორის. მანამდე კი გავუტყდა რომ ამოიღო, მაგრამ მე გავუტყდა. ხო, თომასოვი ტიროლოვში. ხო, ძალიან რთულია მესმის ხა წერდა, ხო, და მე მივაეხა და მოაგდებს ნახევარს. ხო და სათაური არის ეგრე, რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე. თავად სათაური გვეუბნება, რომ რაზეც ვლაპარაკობთ, არ ვიცით რაზე ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ პირდაპირ მეორე ნაწილი არის, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ, ანუ მორჩა გასაგებია ესე იგი, ხო? როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ, რაზე ვლაპარაკობთ, როცა ფეხბურთზე ვლაპარაკობთ ხოლმე. რავი, ფეხბურთზე, იმიტომ რომ როცა ფეხბურთზე ვლაპარაკობთ. თუ არსენალმა როგორ მოიგო პრემია. აი, მე გამიხარდა, დიდი ხანია ცოდოები არიან. ხო და ანუ ეს ხო ფეხბურთი არ არის, რავი, გასაგებია, ხო, რომ შემდეგ წელს მოიგებს ბარსა ჩემპიონთა ლიგა, გავიგოთ. სიყვარულს როცა სვამ, აი ხა რომ მოიგოს აურა პოინტები როგორ მომემატება, იცი? სიყვარულს როცა სვამ, უკვე ავტორი გეუბნება თუ რედაქტორი გეუბნება, ну ყოველ შემთხვევაში ტექსტიდან მოიღო და ავტორი გეუბნება, რომ შეუძლებელია ვიცოდეთ რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ლაპარაკი არ არის სიყვარულის მომცველი ცნება. ანუ ბარათაშვილი არის პირდაპირ სათაური რა, რომ მოკვდავების ენაო მოკვდავების ენას არ შეუძლია რომ უკვდავების გზნობა გამოთქვასო. ხო და სიჩუმე მაგიტო ოპტიმისტური ვერსიიდან სიჩუმე შეიძლება ის იყოს, რომ უბრალოდ 4-ვე მიხვდა რომ სიყვარული არ არის სალაპარაკო თემა და არის შესაგრძნობი. უბრალოდ მე იქ სიბნელე და არაყის დაქცევა და ისინი ცოტა მაგ ოპტიმისტურ ფინალში შემოიპარება ხინჯად. ეს არის ოპტიმისტური და პესიმისტური შეიძლება იყოს, რომ უბრალოდ აი კაფკას პროცესის ფინალია, რომ გაყავთ და კლავენ გაბრძოლების გარეშე. ოკეი. ხო. და რაინდების თემა პირდაპირ არის ამ იმაში, სხვათა შორის მელს უნდა რომ იყოს რაინდი და ვერ არის. გარი ხარ ზუსტად. ხო. ეგ ძალიან კაი შენიშვნა მელს უნდა და ვერ არის. უნდა და ვერ არის. მოწონა. ჩემთვის სათაური ნიშნავს ეგეთ რაღაცას, რომ ვერაფერზე. იმიტომ რომ მაგას სრულად გეთანხმები, რომ რავი რა, ღმერთების ენა არის ნაწილში გარეშე გეთანხმები ალბათ. ჩემს ღმერთების ენა კი არ არის სიყვარული. არა, ღმერთების ენა ჩვენი ენა, ის არის ღმერთების გზნობა. ხო, ეგრე პოდში. მაგაში ვერ გეთანხმები უკვე მთლად, იმიტომ რომ ჩემს ვერაფერზე იმიტომ ლაპარაკობთ, რომ შეუძლებელია მეორე მხარეს, ვინც წინ გიზის, აუხსნა და დაანახო ის ფორმა, რომელი ფორმაც შენთვის სიყვარულია. იმიტომ რომ ის მისწრაფება, ჩემთვის სიყვარული არ მისწრაფებითი მიმართება, მორჩა, მეტი არაფერია, რეალურად. უბრალოდ მე და შენ რომ დავიწყოთ სიყვარულზე ლაპარაკი, შენ უნდა ამიხსნა, შენი მისწრაფებითი მიმართება როგორ გამოიხატება და მე უნდა აგიხსნა როგორ გამოიხატება. ეგ უკვე სისულელია. შეიძლება, მე ვერ გავიგებ შენც როგორ შეიძლება შენც გამოიხატებოდეს იმაში, რომ რაღაცა, რავი, ამ წეკრანით მიხვიდე ხოლმე თვეში ერთხელ იმის კორპუსთან. ვერ გავიგებ ვერაფერს, გეტყვი გიჟი ხო არ ხარ. ჩემს შეიძლება მისწრაფებითი მიმართება იყოს, რავი რა, ყოველ დილით რაღაცა ყვარდები გამოგზავნო სიტყვას. შენც შეიძლება ვერ გამიგო რა, კაი ეს უფრო ეს ცოტა უფრო ხშირი ფორმაა შედარებით, მაგრამ ნუ ხო ხტები რას ვამბობ. მაგიტო ვერაფერი არ ჩემი წარმოდგენით აქ არის რომ საყოველთაო რედაქტორს რომ მიაგნო რომ ავტორს ამის თქმა უნდა და ყველაფერი ზემნეტი მოვაკო, იმიტომ რომ ზუსტად ეგ ზომა დატოვა რომ ეგ ყოფილიყო რა, რომ ვერაფერზე. მელი მაგას გამუდმებით ამბობს რა, რომ ჩვენ რას გავუგებთ ერთმანეთს, ხალხო ვერ გავუგებთ. მე ხა გეტყვით რაღაცას, მაგრამ არ ვიცი გავიგებთ თუ არა მაგას. და აი ხა თქვენ ვერ გაიგებთ მე რას გეუბნებით, მე ვერ გავიგებთ თქვენ რას მეუბნებით, ჩემთვის სხვა რაღაცაა, თქვენ ხა ჰანიმუნ ფაზა გაქვთ რაღაცა ვითომ. მაგრამ რეალურად მე მან ხვდება რომ არის მის იმათი სიყვარულის საერთოდ. მაგრამ რეალურად ცდილობს რომ ცოტა შეუკნინოს, მაგრამ თან არ გამოსთვის რომ. ერთადერთი ეგ აქვს სწორი გაბრძოლებები ნელს რო ხვდება რომ სიყვარულზე როცა ლაპარაკობს, ვერაფერზე ვერ ლაპარაკობს, იმიტომ რომ არ შეგოდა. ნიკ მაგას თავიდანვე ხვდება. რომ ვერაფერზე, იმიტომ რომ რანაირად აუხსნა ხა ამათ ჩემი სიყვარული რა არის მე. ხო. რავი რა. მეც ეგრევა რავი რომ ეკითხებიან, რავი რანაირად აგიხსნა არ ვიცი. ანუ კაგიხსნი როგორ არა გეტყვი რაღაცებს, მაგრამ რავი რა, მე უნდა იჯდეს და მითხრა რომ გიჟი ხო არ ხარ. გეტყვი რომ რავი არა. და ეგ არის კარვერის მიგნება სხვა მოთხრობებში, სხვა შორის აქ მიგნებები რა, რომ არა ის რომ სიყვარული მისწრაფებით მიმართება და ვერ გავიგებთ რაზე ვლაპარაკობ. არამედ ის რომ განცდები ძალიან ინდივიდუალურია მაგ მიმართებების გამო რა და მე ხელი რა გავაკეთე, აი ეს რაღაც გავაკეთე. რომ ვერ გავიგებთ. მაგიტოს გადავუარე.
ეს სული რო შემოვიდეს. არ გამიგვირდება შელოცული გავუკეთეთ ის. ხო, ანუ ჩემს ეგაა და სიჩუმეც მაგიტო ეგაა, სიმნელეც მაგიტო. სიმნელე მანდ როგორ შემოდის, იცი? რომ ოკეი, მაშინ თუ სოციალური ინტერაქციებით ვერ მოვახერხეთ იმ განცდა, რომელზეც ვიწევს ლაპარაკი. მოდი ჩამოვაბნიოთ საერთოდ. მარტოვე? ხო. სიმნელე სიმარტოვის ელემენტია ამ შემთხვევაში. და ყველა ვიყოთ მარტო. ოღონდ ამ სიმარტოვეში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, რომ მელი და ტერი მარტოები იქნებიან და ნიკი და ლურა ერთად იქნებიან. იმიტომ რომ შეხებით ერთად არიან, ხო? ერთ-ერთი მიზეზი დიახ. განცდითაც და ფიზიკურიც თუნდაც. კიდე ისიც არის რომ ხო ჩემთვის რაღაცა ვერ არის დიდი ხალხი. ასევე ავტორის რა ეტაპზეც არის იქედანაც რო ამოვიდეთ, არის ძალიან დიდი გაუცხოება საკუთარ თავთან და სიყვარულის იდეის და ცნების დაკარგვა რა, ანუ რო ვერ ხვდები აი ხა ცხოვრების ამ ეტაპზე ვინ არის შენი სიყვარული, იმიტომ რომ ცოლი ყავდა, ეხა ეს ცოლი ყავს თან ისიც გიყვარს, თან ესეც ეგრე არ გამოვა ეხა, ხო? და საკუთარ თავს გიუცხოვდება საკუთარი თავი. შენ რასაც ლაპარაკობდი რომ მე ვერ აგიხსნი, ეს არის რომ არათუ ვერ აგიხსნი, მე თვითონაც ვერ ხვდები რა. ოღონდ ვერ ხსნი კი არა, ვერც განვიცდი ნორმალურად. ხო და ეგ არის ძალიან დიდი ტრაგედია რა. აი ამური პერსონაჟის ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ მე მგონია რომ ნიკის ადგილას და შტერივით ყოფნა ჯობია, ვიდრე აი ესეთ ადგილას და თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვა ტოქსიკურად. ხო, მესმის. იგის პონტია ჩეცედაში ის რომ მაქსიმუმ ორივე მეყარებით. ხო. ხო რა. ეს ორი კაი ამბავია. იმის თქმა მინდა რომ რამის დამატება ხო არინა ამაზე, იმიტომ რომ ცოტა სხვა თემაზე. ქრისტიანობა ხალხო დგას სიყვარულზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატი არის სიყვარულის პოსტულატი. ოღონდ მან ჩემი არგუმენტი კიდე სად შემოდის, ოღონდ ღმერთს კი არ, ანუ ქრისტე კი არ გეუბნება, რომ მე გეუბნები როგორ უნდა გიყვარდე. ან როგორ გიყვარდეს, მე გაძლევ საშუალებას რომ გიყვარდეს, გაძლევ თავისუფალ ნებას და დაი როგორ გინდა გიყვარდეს. მორჩა. მაგარია. ხო, მაგრამ ჩემ გარეშე სიყვარული. ხო, ჩემ გარეშე ეხა არ იქნება ცხადი. ის გარეშე ვერ გამოვიგნო. კი ბატონო. მე აღარ მინდა არაფერს დამატება. მე მინდა იმის თქმა, რომ მე მგონია, რომ ეს მოთხრობა ასევე არის გარკვეული სიტყვა, თან სერიოზული სიტყვა, ნათქვამი დასავლური ცივილიზაციის შესახებ. იმიტომ რომ მგონია, რომ ეს არის ტექსტი, რომელიც ეხმიანება პლატონის ნადიმს. იმიტომ რომ რაღაც მსგავსებები მაქვს გამოწერილი ჩემი აზრით, რატო მგონია, რომ პლატონის ნადიმი ქონდა თავში კარვერს. პირველი არის ის, რომ ზოგადად ადამიანები არიან სუფრაზე, სვამენ და სიყვარულზე ლაპარაკობენ. ოკეი. ეს არის ცენტრალური, ანუ ესე რომ ეთქვა ვიღაცას ეხა მაგალითად ვინმე ნებისმიერ ლექტორს რო უთხრა რომ მითხარი ტექსტი ფილოსოფიიდან, სადაც ადამიანების სხედან სუფრასთან სვამენ და სიყვარულზე ლაპარაკობენ, პლატონის ნადიმი, ნუ ყველა მიცის გასაგებია და მაგას გეტყვის. ესეც მაგაზია, უბრალოდ ერთი არის როდის დაწერილი და ერთი არის როდის, ხო, 20 საუკუნე. უბრალოდ თუ ეს არის სიტყვა დასავლური ცივილიზაციის შესახებ, მაშინ უნდა დავინახოთ, მაშინ როდის იყო და როგორი იყო და ეხა როგორია და რა შეიცვალა. წარმოდგენები როგორ შეიცვალა და პლატონის მიმართება ტექსტთან და კარვერის მიმართება ტექსტთან როგორ იცვლება. პირველი არის რომ ძალიან მცირე განსხვავება, ანუ 4 განსხვავება მოიწერე მარტო. ნუ რაღაცა მაინც ვთქვათ, რომ რაღაც ნადიმში რამდენიმე პერსონაჟია, სოკრატე, არისტოფანე, ერიქსიმახოსი, რომლებიც საუბრობენ ეროსის შესახებ და სადიდებელ სიტყვებს წარმოთქვამენ. იქ სვამენ ღვინოს, აქ სვამენ ჯინს. თანამედროვე ვარიანტი. ესე იგი, პლატონთან არის, რომ ვინც არიან, გადაწყვეტენ, რომ ძალიან არ დათვრენ და გააკონტროლონ სასმელი. და იმიტომ რომ თავარ მნიშვნელობას ანიჭებენ სიტყვას, რომელსაც წარმოთქვამენ. ანუ ისინი აკონტროლებენ ღვინოს. და აქ არის პირიქით. თავიდან იწყებენ ნორმალურად და მერე ჯინი იწყებს მათ გაკონტროლებას რა. ალკოჰოლი შემოდის იერარქიულად პირველ ადგილზე.
ეს ერთი განსხვავება. მეორე არის რომ ეს ერიკ სიმახოსი რო ვახსენე, ეს არის ფიზიკოსი და სიყვარულს ხსნის, ანუ თავი მის განმარტებას რო გვაძლევს სიყვარულის, ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ეს არის ადამიანის სხეულში არსებული საპირისპირო ძალების ბალანსიო, ანუ ჰარმონია არის სიყვარულიო. ფიზიკურ დონემდე დაყავს. და აქ მელი არის კარდიოლოგი, რომელიც არის გულის ექიმი და თავიდან ანუ თანამედროვე ერიკ სიმახოსია შეგვიძლია ვთქვათ, ვერ ხსნის სიყვარულს და ის თუ ხსნის, ეს ვერ ხსნის. და ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს და გაურკვეველია. მაგიტო ახსენდება ის რაინდობა, მაგიტო უნდა რაინდი იყოს და ტრავმა მთლიანად ჩამოუშალო როგორც სიყვარულის დეფინიცია, ასევე თავისი წარმოქმნა სიყვარულზე. ეს განსხვავება ერიკ სიმახოსსა და მეილს შორის მიუხედავად იმისა, რომ ორივე რაღაც ფიზიკურ დონემდე დადის, ფიზიკოსი, კარდიოლოგი. მესამე განსხვავება არის, რომ არისტოფანე ყვება ძალიან ცნობილ ბერძნულ მითს, როცა მისი წარმოდგენით ადრე იყვნენ არსებები, რომლებსაც ჰქონდათ ორი თავი და 4 ხელი და 4 ფეხი და შემდეგ გაიყვნენ და მთელი ცხოვრება არის შენი მეორე ნახევრის ძებნა, ხო? აქ რა ხდება? აქ არის მოხუცების ამბავი, ერთი რომელიც ცდილობს რომ ფიზიკურად მიეახლოვოს მას და ვერ შვება, ანუ იმ მითის დეკონსტრუქციას ახდენს და მეორე არის რომ ედის და ტერის ამბავი, როდესაც საკუთარ სხეულს აზიანებს კი არა, ჯერ თაგვის წამალს სვამს, ანუ სხეულის შეერთების გარეშე გამორიცხულიას, ხო? იმ მითის მიხედვით შეერთება და თან ბოლოს თავს იკლავს, ანუ მთლიანად ასევე ახდენს ამ დეკონსტრუქციას მითის. და მეოთხე პლატონთან სიყვარულის ფიზიკური განმარტებით იწყება ერიკ სიმახოსი, როგორც თქვი, ჰარმონია საპირისპირო ძალების და სრულდება სულიერით. სულიერი განმარტებით, ანუ ნელ-ნელა ფიზიკურიდან გადადიან სულიერ შრეებამდე, ადიან. და აქ იწყება სულიერით, მელიზე ნათქვამი რომ სემინარიაში დადიოდა და ეს სულიერად განიხილავს და ბოლოს მისი ძმაკაცის ცოლს ეუბნება რომ ეს რო არ იყოს შენ მეყვარებოდიო, იმდენად დაეშვება ქვემოთ. ანუ ამას აბრუნებს და კიდევ ერთი პლატონის ტექსტი სრულდება გამთენიისას და ეს სრულდება დაღამებისას. ანუ წარმოიდგინე ტიპი იღებს ანტიკურ ცივილიზაციას, ბერძნულ ცივილიზაციას, აი ესე ქვიშის საათივით ამოაბრუნებს და აი ეს არის დღესო თანამედროვე ცივილიზაცია. ყოველ შემთხვევაში ამერიკულზე ეხლა ვიღაცამ არ მომდოში არის რომ დასავლეთს აკრიტიკებსო. დასავლურ ცივილიზაციას, ანუ თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას გვიჩვენებს როგორც სარკისებულ მოდელს ანტიკური დასავლური ცივილიზაციისა. და თან ეხლა ცოტა ისე რომ ვთქვათ ცოტა გამბედული ნათქვამი იქნება, ადრე თუ დასავლური ცივილიზაციის აკვანი იყო საბერძნეთი, მე-20 საუკუნეში ამერიკა იკავებს კულტურულ ადგილს, მაგალითად ევროპა ცხადია შემომედავებიან, მაგრამ ცენტრი როგორც ესეთი უფრო ამერიკა ხდება ჩემ წარმოდგენაში მაინც. ნახევრიდან მე-20 საუკუნეში. აუცილებლად ეგრეა რა, 21-შიც. ხო და ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი საზოგადოების და ზოგადად სიყვარულის ცნების შესახებ. მე მგონია რომ სამყაროზე ხედვა საინტერესო მიდება. მთლიანად რა. არც კი გამხსენებია ნადიმი. ხო. არა და სათაურშიც პირველი სუფრაჟის დონე სიყვარული რომ ხო, ან სიმპოზიუმია რა, ინგლისურად მგონი სიმპოზიუმ ქვია ამ ტექსტს, ქართულად არის ნადიმი. ხო, ხო, და აქაც არის ერთგვარი სიმპოზიუმი, ლოთების. აი ნარსოს ის დათვრა დებილია. ხო, აი იყო. რომელიმე პერსონაჟი ხო არ არის, ვინც ბერძნულშია ჩარჩენილი შენ წარმოდგენაში, ამ 4-დან. ან იმ 6-დან, რა ვიცი, ყოფილების ჩათვლით. მე ვერავინ ვერ დავინახე. მე ნიკი მინდა რომ იყოს მომეწონა. ხო, ნუ გასაგებია რომ პირადი პრეფერენციებით, თორე ისე არა. ხო, მგონია. არ არის საჭირო ალბათ რა. ბიჭო, ის რომ კარდიოლოგია იქ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გარტყმები აქვს რა მაინც. მელი რომ კარდიოლოგია იქ შველის, რომ არ ყავს მაგის გამო რა. არ ყავს ანუ? რაღაცეებს სწორად ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ იფორიაში ერთგვარში და ცქმუტავს, ძალიან მიყვარს იქ თქვა, ცქმუტავს. ხო. მაინც არ ყავს რამდენიმე რაღაცას. იქ მნიშვნელოვანია რა. კი ბატონო. ო. კაია. ხო. ვარ გავიდით ბოლოში. წავედით ხო ჩვენ რა. აქტორი. ჩვენ წავედით ახლა თქვენ აბა იფიქრეთ. ო რა, მიხედავთ თქვენ თავებს და სიყვარული დედამიწას ატრიალებს ამ მომენტში რა.
არ დაგაუწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიკოთ ეს ვიდეო, ჩართოთ ზარისგელა იუთუბერი მგონია თავი ამას რომ მოვქონ. ბავშვობაში იუთუბერი გონია. დიახ, იუთუბერი გამოდე. სტრიმერი ყოფილიყავი ბავშვობაში Minecraft-ის ან რაღაც ეგეთი მობილი თამაშის და რაღაც სარკესთან მომდი რომ გამოიწერეთ არხი და ახლა არ მიხდავთ რომ გამოიწერეთ ხალხო არხი. მაშინ ქისას არ ამბობდი ხო, მაშინ ქისას არ ვამბობ და ეხა ემატება რა. ეხა ემატება. პროგრეს, ადამიანი როგორც ადამიანი გავფართოვდით, ჩემი მასშტაბით გაიზარდა. ვისაც გინდათ რომ ჯანსაღი სიყვარული შეიგრძნოთ ცხოვრებაში, ქისაზე 1000 ლარი ჩაგვირიცხეთ. და ჩვენ გავზრდით ჩვენი პოდკასტის ხარისხს. ეს არის და ეს. ხო, კიდე ვიყიდეთ ახალი მიკროფონები, ხო, ზუსტად ესეთი მეორე. და მადლობა უნდა გადავხადოთ აუცილებლად ჩემ მეგობარს გიგას, რომელიც გადაყვა თავზე და შეუძლებელი იყო რომ ეხა არ გვეთქვა. უღრმესი მადლობა. მადლობა დიდი. ყველანაირი მოლოცვები და დალოცვები და კომენტარებში მადლობა გიგა, თუ შეიძლება რომ ესე დავწეროთ კომენტარში ჩვენ გამო. დაგვიკომენტარეთ რას ფიქრობთ ესეთი სტილის ვიდეოებზე, როგორ გონიათ სიყვარულს რამდენად სწორად შევეხმო. თქვენი აზრები გაგვიზარდეთ, იმიტომ რომ ჩვენც ეს ინტერაქცია მაყურებელთან ძალიან მნიშვნელოვანია რა. ოკეი, ან დავდეთ ვიდეო, თქვენ ნახეთ, მოგეწონათ, ან მოგეწონათ ან არ ვიცით ჩვენ ხო რა. და ხანდახან არის რომ რაღაცებს ლაპარაკობთ და რავი, მე ჩვენ თვითონ თუ არ გადავხედეთ ვიდეოს, ვერ ხვდებით კარგი უნდა თქვით თუ ცუდი. ამიტომაც კომენტარი დაგვიწერეთ თუ შეიძლება რაც მეტი მithukეთეს. თქვენი აზრები გაგვიზარდეთ. მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ არ იყო ერთი პერიოდი ძალიან რაღაც კაი კომენტარებს წერდნენ. რა, ჩემმა ძველი ქართული სტუდენტმა დაწერა. შექსპირზე დაწერენ მახსოვს. ძალიან მაგარი კომენტარი იყო საერთოდ. Very good, very nice. თუ ეხა უყურებ, საინტერესო იქნება თქვენი აზრი. დიახ, გაგვიზარდეთ. კარგად, აბა, თქვენცით. Adiós muchachos.